მივესალმები ჩემს გამომწერებს, მინდა რომ ისევ აი ამ თემას დაუბრუნდე, რაც ყველამ ნახეთ ამაზრზენია, კონსერვატორი კოცების სახე. კონსერვატორი კოცები. როგორ გამოჩნდნენ კონსერვატორი კოცები? აი სკანდალს ვამბობ რა, არაბთა გაერთიანებულ სახელმწიფოთა დედაქალაქში აბუ-დაბში რაც მოხდა. კი, ზარქოას მეგობარ მამაკაცს რაც შეეხება საინის თაფში სროლის გულისთვის რო არის ჩაყუდებული. კოცებო, აი სკანდალს რო დავანებოთ თვითონ თავი რა, ცალი ხელით რო იმას იღებდა რა ქვია, ლაივს და ფეხით რო შეურაცხყოფას გაყენებდათ, სუპერ ნაცი ბიჭუნა. კაცმა რომ კითხოთ ბიჭო, ხო? კონსერვატორები ხართ და რა ვიცი რა თქვენ ეს არის და ეს ქვეყანა თურმე რელიგიაზე ყოფილა მოწყობილი და რა ვიცი ლამის პირდაპირ ეთერში ლოცვას კი დაიწყოთ და რასთან გვაქვს საქმე მამაკაცებით დაგულაობთ ეს კონსერვატორი კოცები იმაში რა ქვია პაესტკებში გულის ამრევები ხართ მაგარი გულის ამრევები ხართ მაგარი აი კისერში ამოხვედით ბიჭო და ლუსტრაციას ახდენთ უკვე საკუთარი თავის ძალიან სერიოზულად ახდენთ თქვენი თავის ლუსტრაციას ეხლა რა ვიცი ევროპაში ვეღარ დადიან უკვე სანქცირებული ბიჭუნები და გადაწყვიტეს რომ აგერ არ არის ალტერნატივა აგერ დუბაი აგერ აბუ-დაბი აგერ არაბული სამოთხეები რაც არის წავლიან იქ დახარჯავენ ფულს რა პრობლემა არის რა ვერ მოიძებნება არ იქნება საშუალება თუ რა მოიძებნება გამოჩნდება მოინახება არანაირი პრობლემა არ არის მიეხედება კაცო თემას თუ თქვენი დედავატირე თქვენი ეს ძივებიანი კაცი რო გყავთ გვერდზე და ერთ ამბავში რო ხართ და დრამებს რო დგამთ მაგ ბუბუნა ბიჭები ცისფერთვალება ლინზებში რა პოზებში იჩიტებით მაგის დედავატირე და ამას გიყურებთ მთელი ქვეყანა თქვენ გონიათ რომ ვერავინ ვერ გიყურებთ მაგრამ ამას ყველა უყურებს და მე გამოხვალთ და ღმერთზე ილაპარაკებს და ბიბლიაზე ილაპარაკებს და ამ კამელეონის ფორმაში გადაცმულ ყანდურებს ჩაეხუტებით მაგის დედავატირე როგორ შეიძლება თქვენ მისაღები იყოთ მთელი ერისთვის ყველა გიყურებთ თქვენ ეჭვი არ შეგეპაროთ იმაში რომ ყველა გიყურებთ აბსოლუტურად ყველა გიყურებთ არჩებით შეუმჩნეველი არჩებით მე უბრალოდ გული მტკივა რომ აი კაციშვილი არ არის გამოვიდეს და ყველაფერს თავის სახელი დაარქვას რა ეს ნანუკა ჟორჟოლიანი წერდა ნაციონალური მოძრაობის დედამთავარი რომ ესე იგი ისო ჩვენიო მეტრაკეო მეტრაკე არისო და კოცების მეტრაკეო მეტრაკე არ არისო ხედავთ რა ხდება ამათ პოლიტიკურ დისკუსიაში რაზე მიდის პრობლემა აი ხა ბატონი წერს ის ხშირად გისმენო და არც პოზიცია და რამე ალტერნატივაზე მე ვისაუბრებ ჩემო კარგო ალტერნატივა მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება აღმოჩნდეს იმაში რომ ხალხი წამოდგეს ფეხზე და ეს ნაგვები გაყარო ამათ აწყობთ ესეთი სიბინძური აი ესეთი ბუბუნა ბიჭები კოცები არიან ზეგარყვნილი არსებები თქვენ არ იფიქროთ რომ კოცები ასეთი ზიზღით რატო ხარ სულ რა ვიცი ბიჭო აბა ბესო მიწერს ახლა სახელის და გვარის დაწერასაც ვერ ბედავს ტიპი რა აი რა უნდა ველაპარაკო ახლა ამას რო შეხედო თუ სიყვარულია ყველაფერს და მათ თუ სიყვარულია წაი და ჩაეხუტეს არქუას შენი დედაც მომტყან და გაუკეთეთ ერთმანეთს უკან ფალოსი და იყავით ბედნიერები
ჯერ კარგი რაც მოხდა ჯანდაბას ხო ნახეთ ქართველმა ქართველს დაცხო გიყურებს მთელი არაბული სამყარო რა მნიშვნელობა აქვს შენ ევროპაში გახდები დასაცინი თუ არაბეთის სახელმწიფოში გახდები დასაცინი შენ სად გაიგდებ ფეხში და სად დაამცირებ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ამას უყურებს ყველა და ნაცვლად იმისა გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ რა საზოგადოების წინაშე რომ პარლამენტის წევრი ხარ მაგის დედავატირე გამოდის და თქვენი სამარგალო ჩიჩიმი სამარგალო შენი დედა შევეცი მართლა რა და ივანიშვილის დედა რომ მოვთხარ ესეთი მოღალატე პროჭები რო ყავთ შეყრილი და ვის უძახეს კიდე იცი დასასტავებული როჟები რო ყავთ საქართველოს და სამეგრელოს რო ერთ აზრში არ მოიხსენიებენ არიან ესეთები ბევრი ზარქუას კომანდაში სანამ ზარქუა პარლამენტში მანამდე კი ბატონო მაგარი პონტია და მე აღარ იქნება მაგარი პონტი და სინამდვილეში ეგენი ქართველები კი არ არიან მეტრაკეები არიან ამათი დედა შევეცი და ეს ზარქუა ჩახუტებული ემასთან მარგალიტის ძივებიან ბიჭთან იქ და გულაობენ იქ არაბეთის სახელმწიფოში ეს დედამოწყნულები ესენი კონსერვატორები ესენი თქვენ რომელი მეგრელიც გაგაправებთ და რომელი კახელიც გაგაправებთ და რომელი ქართველიც გაგაправებთ და ზოგადად რომელი ქართველიც გაგაправებთ აი ყველა იმის დედავატირე რა აი ესე რო ყავთ მთლიერი დაშლილი მარტივ მომრავლებად ვინ დგას ამ ყველაფრის სათავეში ივანიშვილმა შემოიტანა ჭირი საქართველოში ყველა სიბილწეს ეს ახალისებს რა ყველგან ყავს ესეთი ტახსირები ნანახი ვეკითხები ახლა რა ვიცი მე იმ ზარქუას მხარდამჭერებს და იქ ერთი ადგილის მიმცემები რო არიან რა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით როგორ მოხდა ეს პატიოსანი კონსერვატორი ლაზი კაცი მეტრაკე მეგობართან ერთად საგულაოდ რო იყო ეგერ წასული პაესტკებში ვიზმო ყველას გაუმარჯოს ღმერთმა ჩემი საქმე არ არის ასე უქნიათ სარი უთხრიათ უგანალში მაგრამ რაღა ამ ქართველი ხალხის ქონებით მირბიანი იქ რა ივანიშვილის პრობლემა კი არა აქვს ეხლა რაც ინფორმაცია მაქვს გააორმაგეს მუშაობა კაზრეთის ოქროს საბადოზე იღებენ ამ რაც დარჩა რავი რამდენია ყველაფერს თავისი რესურსი აქვს ხო პრობლემა კი არა არ გაყიდის რუსეთში არ გაყიდის ევროპაში სიტყვაზე გაყიდის აგერა რა ბეჭი მუსულმან ქვეყნებს ოქროს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ რა წავლიან ესენი გააკეთებენ პოლიტიკურ სამეთაურო დაზვერვას და წაიყვანენ აგერა ამ ცვედან ტიპებს შეცდომილებს რა ვიცი ბევრი არიან ეგეთები იგულავებენ და დატკბებიან ცხოვრებით ხან ვარდისფერ ფალოს გადააჯდებიან და ხან იმას უყურებთ ხო რა სურათებიც იდება ამას ხო ყველა აკვირდებით ეს შემთხვევითი კი არა ამას ყველა ხედავს ქვეყანაში ყველა აბსოლუტურად ყველა ხედავს აგერ ნაცებმა განსაკუთრებით და გულახდილად თქვეს ვერ დაუკარგავ რა ქართველი ერის თვალშიო მარტო ჩვენ ვართ მეტრაკეები აი კოცებიც ხო ყოფილად მეტრაკეები და ამ ყველაფრის მე აი რეალურად შევხედოთ სიტუაციას რა რამხელა აგორებული თემაა რა რამხელა აგორებული თემაა გაეკიდებიან იმასთან ცირკის წინ ვიღაცა ფსიქოლოგიურად ავანტყოფს ასე ვიტყვი მე და დაუწყებენ იმის თქმა შენ უკანალში რა ხდება კი რა ხელისუფლებას მიყავს ხალხის ქონება და ხალხის ინტერესები ვიღაცის უკანალში ბიჭო და დელეგაციებში ჯდებიან ისეთი ტიპები რომლებიც საერთოდ მოდებაში არ არიან რა და უნდა დავჯდეთ და უნდა ვხოცოთ და უნდა ვსდიოთ ვიღაცას ეს განსხვავებული ორიენტაციისა ის განსხვავებული თვითონ არიან მაგნაირები ისინი შეიძლება განსხვავებული ორიენტაციის ტიპები არიან ესენი არიან მეტრაკეები ხელისუფლებაში ვინციან და გულახდილად ვამბობ აგერ ვიძახი ეთერში რა ყველაზე ბილცი ისა რა ქვია
მაგენი რასაც უძახიან იმ თემს თუ ჯიშს თუ ის მირჩევნია, ვიდრე ხელისუფლებაში დაბუდებული ესეთი მეტრაკე. ნამდვილად არ არის ჩემი საქმე, ვინ რას გააკეთებს მის ლოგინში, მაგრამ შენ რო ხელისუფლებაში ხარ, ამის დედა ვათირე. და პატარა ბავშვის ფულს ჭამ, პენსიონერის ფულს ჭამ, მომსახურის ფულს ჭამ, ვეტერანის ფულს ჭამ, სოციალურად დაუცველის ფულს ჭამ. შენ აღარ გქვია უკვე ეს განსხვავებული ორიენტაცია, შენ ხარ მეტრაკე. ამას ვამბობ გულახდილად რა. მილიონჯერ უფრო საშიშია ესეთი ტიპი ხელისუფლებაში, რომელიც მზადა თავისი სიბილწე სხვას გადააბრალოს, ვიდრე პროპაგანდის მანქანით შექმნილი განსხვავებული თუნდაც ორიენტაციის ცოდვილი რაღაცა. ხო უყურებთ, ხო დაგვიდგა რეალობაში ეს ყველაფერი და ხო ხედავთ ამას, რომ ის ხალხი, ვინც ეგრეთ წოდებულ აქციებს აწყობდა ქუჩაში და სამღვდელოება გამოყავდა პარადით რა. თითქოს ერის და ღირსების და ქართველი კაცების ტრაგის გადასარჩენად. სინამდვილეში თვითონ ყოფილან მეტრაგეები აქ. ამას ვამბობ, მეც კი არაფერს არ ვამბობ. ყარს თუ არა ეს თევზი თავიდან. მე მინდა ვკითხო ზარქუას. ახლა გამოდი და რა ვიცი, აბა თუ პირდაპირ ეთერში წეიკუზები და ჩეიხდი და პროქტოლოგს მოიყვან და დასკვნას დაგვიდებს, მაგი რომ ნახმარი არ ახარ უგან არის თუ არა, ვინ დაგიჯერებს? ახლა შენ ნახმარი რო არ ახარ უგან არის. მაგრამ არა უშავს კოცებში მაგი მან მოსულა. როგორც ნაცებში, პრობლემა არ არის. შეგარგოთ, რაც მიღებული გაქვთ უკნიდან. ჩვენ მაგ არ ვიყურებით. ჩვენ რაზე ვწდება გული იცი? ბიჭო, როგორ ხდება სახელმწიფო დელეგაციებში, სადაც მილიონები იხარჯება. ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და ეკონომიკურად მზარდი ზონა არის ის, სადაც თქვენ გულაობდით და მოგივიდათ ეს ეგრეთ წოდებული კონფლიქტი. და ძალიან ძვირია იქ პროცესებზე წასვლა. როგორ მოხვდით იქ? ცოლებით, მეგობრებით, საყვარლებით, ახლობლებით და მეტრაკეებით, როგორც ჩანს. საერთოდ რა ჯიშის ხალხი ხართ, რა ფორმა გაქვთ? თუ ეთყობა ამგეს როგორ არის, იცი, თან სიამოვნებთ ქალი კაცთან, მერე ვიღაცა მამაკაცთან, რამდენი ფორმები აქვთ ამ გარყვნილებაში ვერ გაიგებ რა. მთელი ტანი დაგვანახა ბიძინა ივანიშვილის სისტემა, ვინც ყავდა იქ ხელისუფლებაში მიყვანილი, ხიდაშელი იყო თუ გათახსირებული ხიდაშელი, რომელიც იმას არტოვებდა, რა ქვია, გენშტაბში, ვინც დაევასებოდა ტიპი იქ მის კაბინეტში არ ეხმარა, დამთავრებული აგერ იმისი, რა ქვია, ალასანიას ცოლი და რო იყო ფანჯიკიძე, იმან სასიზღვრობები გააკეთა კაბინეტში კაცო. და მე ამას ყველაფერს უღებდა ბიძინა ივანიშვილი. მარტო სააკაშვილი კი არ ყოფილა, ივანიშვილი უარესი. და ესეთი ჯიშის, უჯიშოს, ჯიშის მაპატია, ამგეს ჯიშის სადაა და მათი დედა ვატირე. ასეთი უჯიშო ქმნილებებით არის ხელისუფლება, ცოდვილი ხელისუფლება დაკომპრომატებული. და თუ ვინმე რამე სიტყვის, მე ამოუღებს ზარქუას ეგერ ვიღაცა როაზის უკნიდან ის ჯენზი. და ეტყვის, რომ ახლა შენ თუ არ იქნები დღეს კონსერვატორი, ხვალ მეგიტყნება დედისტრაკი. ესაო ბედურები. არაფერს არ ვამბობ იმაზე, რა ჩაცმულები, რა დახურულები და რა უზრუნველყოფილები არიან. მაგარი ლოჯისტიკა ქართულ საზოგადოებას და ქართველებს. ვაი, შესაძოდაო ერო, ჩემო ერო. ვინ გაზის თავზე და ვინ გიშვება მართლა ამათი დეტავატირე ამათი რა. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით პატარა ბავშვმა თავი ჩამოიხრჩო იმაში და ზურაბიშვილი იმას წერდა Facebook პოსტზე, პრეზიდენტად ყოფია ვიღაცა რა ქვეყანაში ამას რო არ მიხედოსო. ვითომ მისი საქმე არ ყოფილიყოს ეს ყველაფერი. რო ესეთი რაღაცაო ქვეყანაში არ უნდა ხდებოდესო. ბავშვმა თავი რატო ჩამოიხრჩო შიმშილისგან. და ამ დროს პრეზიდენტი იყო თვითონ. იმ ქვეყნის, სადაც ეს მოხდა. რო აქ დაწერილი მას ტრაგედია უგნირო და ჰაერიდან კი არ მოსულა. რამდენჯერ უნდა დატრიალდეს ესეთი უგმირო ტრაგედიები ჩვენ ქვეყანაში. ამათთვის ტრაგედიებია, ჩვენთვის ტრაგედიებია. ეს არის რეალობა. და მწარე სურათი ჩვენი ყოველდღიური თანაცხოვრების.
აი წერენ ვიღაცა რომ გირჩზეო რა სიტყვა მე მაგ ხალხი არაფერს არ ვამბობ საერთოდ ეგენი ჩემს იმაში არ ხვდები ეგენი ისეთი დონის დაბალი ფიგურები არიან აი ეს არა ვგია პუტანკას რო გადაუხდი ფულს დაახლოებით ის ეყავს ბიძინა ივანიშვილს რა უნდა ვილაპარაკო ამაცე რა საკუთარი შემქმნელებიც კი გაყიდა იუდასავით ეგრეთ წოდებულმა გირჩმა რა ნაცების რაღაცა ანასხლეთმა ჩუქვედან ნაყოფმა რა გირჩი და გინდა შეთხზით და ახალი სახელი უწოდე რა საჭიროა ეს სიცრუეების მოგონება და რაღაცა ილუზიაში წასვლა ჩვენ გვაქვს ესეთი ყოფა და ყოველდღიურობა რომ ყოველ დღე ხვდებით განსხვავებული თეატრის მსხვერპლნი რა კი ბატონო საქართველოს იმშილობენ და თავი ჩამოიხსნო ბავშვმა ზუსტად და არ იცით თქვენ ეს ამბავი ადრე წელიწადში 300 ბავშვი კვდებოდა შიმშილით გაეროს მონაცემებით და დღეს უკვე 800 ბავშვი არის სტატისტიკა ესე არის გაზრდილი კაცი შვიდს ეს არ ადარდებს სკოლებში ბავშვებს შიმშილისგან გონება მიდით და ქვეყანას რომელსაც შეუძლია თავისი რესურსია გამოყვებოს 12 მილიონი ადამიანი 3 მილიონი ნახევარი კაციც ვერ გამოუყვებია და კიტერი და პამიდორი თურქეთიდან შემოგვაქვს ბრინჯი რუსეთიდან და პური ყაზახეთიდან საერთოდ რას დავემგვანეთ ეგა უბედურება და გამოვა ვიღაცა ჩათლახი და იტყვის გავიფიცე გაღარ მუშაობ გავიფიცე სად გაიფიცე შედედა მოთხოვო შენ კი მთელი ცხოვრება გაფიცული არა ხარ იმ კულტურით და იმ თეატრით და იმ მორალით ერს და ხალხს ვერაფერს ვერ აძლევ როდის აძლევდი დასრულებული ხარ უკვე შენ როგორც კულტურა გახსენდა თურმე გაიფიცა ახლა უფრო მოუნდა უფრო მეტი შოვნა პროპაგანდონიზმში და გაიფიცა საქართველოს თუ ვინმე რამე შოულობს გაიფიცება კი არა კინას კუნეტენ ბიზია კინას კუნეტენ ვინ უნდა გაიფიცოს სად უნდა გაიფიცოს და რაზე უნდა გაიფიცოს თელიერი ჩავარდნილია ჭაში და ხო მოგწამლეს რა ამ ბოზიშვილებმა მკოცებმა გადაგარჩინეთ სულხან საბასი გავარაკის არ იყოს რა ქვია ბოლოს რომ მივა ჭაში ჩაჯდება თვითონ შენი დედაც მოუთხან დამანებეთ ან მე საიდანაც ამომიყვანე მივედი და იქ ჩამჯიქიო რა აი ზუსტად ამ მდგომარეობაშია დღეს თელიერი აღარა გიმბიძინა ივანიშვილის უკვე დასაძახებელი რომ ნაცებიდან გადაგარჩინოთ უარესი გახდა თვითონ და უარესი გახდა მისი სისტემა კაცო რა თუნდა ახლა ამას ლაბარაკია ნუ ლაპარაკობ გთხოვ ვაიმე შენი ჭირიმე რა გადართე ნანუკა შოუზე არ გინდა რომ გადართო ნანუკა შოუზე წადი ბიძია უყურე ეგერ ინგა გრიგოლია გამოდის შენ და გაინტერესებს რა მომჭრები ხარ რა დაგიპატიჟე მოგიწვიე გაიძულებს ვარკა რო გაყურებიო თუ რა და ეს წადი ჩემ უკარგებო მრავალს ბოდიშით მე ერთ სიმავსკენი რა ქვია მოგილოცეთ და რა ვიცი რა გულახდილად გეტყვით დასასვენებელი და მოსალოცი გვაქვს ერთმანეთთან კი არა ყოველდღე უნდა მუშაობდეთ რომ რაღაცა ქვეყანაში შეიცვალოს კაცო ისე სერიოზულად მივდივართ უკუნისკენ ყოველდღიურად და დღითიდღეურად რა ყოველდღიურად იმაზე უნდა ვფიქრობდეთ რომ აი ამ სიტუაციიდან გამოუძვრეთ არც ერთ ალბათ იმდენი დასვენების დღე არა კალენდარში როგორც ქართველებს რა ვისწავლოთ რა საკუთარი შრომის და საკუთარი სამშობლოს პატივისცემა და საკუთარი თავის პატივისცემაც არ შეიძლება ასე არ გამოდგება ასე ზარქუა და გამოვაგე და იტყვის ჩემი სამარგალოს ვინაცოლე პირველ რიგში პამის დედა შევეცე გამოსაკრებია აი მეგრელებიდანაა თვითონ გამოსაყვანი რა მივმართავ იმ ღირსეულ მეგრელებს მას გამოათრიეთ ეს ნაბოზვარი ეს მეტრაკე ეს და დედის ტრაკი მოუთხანით ამ ნაბიჯვარს
არ ვიცი. გული მისკდება ამას რასაც მე ვხედავ რა. გულის ამრევები არიან ყველა მიმართულებით. მე ვერავის ვერ მოვიაზრებ, ჯიგარო. მე დღეს ისე აი ახლა მისვა მეკითხო ვის მოიაზრებ. თქვენც დაანებეთ ამის ფიქრს თავი რომ ვინ იქნება, როგორ იქნება. ჩვენ მე კიდე ერთხელ ვიმეორებ რა, უნდა ადგეს საზოგადოება, უნდა გაწმინდოს პოლიტიკური ველი, გააკეთოს სრული განეიტრალება აი ამ იდიოტებიდან, გახარიებიდან, ხაზარაძეებიდან, ნაცებიდან, იმიდან და შეიქმნეს თავისუფალი გარემო, მოვიდეს ჩვეულებრივ დროებითი მთავრობა, განისაზღვროს ჩვეულებრივი ქართველებიდან პროცესი, პოლიტიკური პროცესი და მე დრო აჩვენებს ყველაფერს რა. იმიტომ რომ თავი და თავი არ დაადგა ამ ყველაფერს. და შვება არა აქვს ამ ყველაფერს. მართალი ხალო გვებლეტევება მეგრელების სახელით რომ მაგის დედა მოტყვა როგორ ჯიგარი წეს. რა თქმა უნდა, კი უბრალოდ რა ხდება, იცი? ეგ ყველა ხელისუფლებას ჰქონდა ეგეთი რაღაცა, ხა იციან რომ ხო ჩვენში ქართველებში ყველაზე მეტი კუთხობრივად არიან მეგრელები რა, ღმერთმა დალოცოთ და გაამრავლოს ეს კუთხე და მართლა სული ჯიშით ყველაზე წმინდა ქართველები არიან ვიტყოდი რა. გამორჩეული პროჭების გარდა, რომელიც ყველა კუთხეში და ერშია. კუთხეში და ერში გერა შეიძლება ოჯახში აღმოჩნდეს ერთი არასწორი რა. და მოძებნიან ასეთ პროჭებს სააკაშვილის დროს ახალაიები, მახალაიები, ეს ნაბოზროები მოძებნეს. ამა შეიცვალა ეს და მიზორიები მოძებნა ამ ბოზიშვილმა ივანიშვილმა და ეხლა ზარქუები, მარქუები, ტრაკუები და სინამდვილეში ვინ არიან, იცი? მე ტრაკეები არიან, გაწვეულებები. ხო ნახეთ, აი ხო დარწმუნდით, ვინ არიან იგი? აგერ წეს სამეგრელოში დედა აქვს მოწყვლილი მეგრელებს არ უყვარს პროჭები. ვის უყვარს? ჯიგა რომელ კუთხეში უყვართ? საქართველოს რომელ კუთხეში უყვართ მოღალატეები? ზარქუაო მართლა ქათამიაო რა ავი წადი და ეგერ შევუმოწმეთ დირკამდე და მოწყნოს. თუ ვინმე მეტრაკე იყო, ყველასთან ხელი გადახვეულია და ეგერ პაესტკებში დადიან ერთმანეთთან და შეეკითხეთ ბიძინა ივანიშვილს ვიდეოც ექნება მაგის ფანჯიკიძის ვიდეო ხო ქონდა კაბინეტში რო უკეთებდა მის დაცვის სამსახურის უფროს სამეფო მინეთს ბოდიში რა ყველასთან ეს უნდა ითქვას თელმე ერს ხო ნახეს ის ფალოს რო კიდებდა იმითი სალფეტკით ხელს რო არ დასვროდა ხელი ასეთი იქნება ზარკუაც ერხო ნახა ბიჭი მარგალიტების კოლიეთი ცისფერთვალება ლინზიანი ბიჭუნა თქვენი დედა ვატირე თქვენი კონსერვატორები კოცი კონსერვატორები სად მოიხიკეთ მამის დედა ვატირე ესეთები მაინც რა როგორ შემოგვეპარეთ ესეთები რა აუ კალაძეზე ლაბარ კალაძე ბოდიში კითხვას ვან სულ ფეხებზე მკიდია ეგ ტიპი რა ახლა რატო ხდება აგიხსნით კიდევ ერთხელ ვიტყვი ეს არის ჩვეულებრივი ტრაკის თამაშები აი ვიღაცას რო ელაპარაკება აი კატუზო მატუზო აგერ ჩემი უფროსი შვილი აგერ ჩემი უმცროსი შვილი ეს რას ემსახურება ყველაფერი იცი ანუ შეიძლება მე დამასანქცირონ მაგრამ მე ისეთი ევროპული წარსული მაქვს აი ეს ნარატივები უაზრო რა და ჩემი ოჯახის წევრები იმენა ევროპელები არიან და ჩვენ სულ იტალიურად მეტყველებთ და აი ჩვენ იმ ცივილიზაციის ნაწილი აი ესეთი ყლეობები ნარატივები რა როცა ერთი корпуსი თვითონ ერთ კოდს ეკუთვნის ისი აქვს დაშენებული და ნაყიდი უძრავი ქონება ჩამპლები კორუფციაში აი ამის თქვა მინდა რა ეგ არის ამიტომ გაიპარა ესენი იმაში რა ქვია აბუდაბში და ზოგჯერ იქ და ალტერნატივა აქვს აღებული არაბული სამყაროსი რა არაბულ სამყაროში სადაც მართლა მილიონი კეთდება მაგათი 3-4 იქ არა იმ აბუდაბში ჩადიან და იცოცხლე რა გულაობენ მაგრამ იქ გარკვეული წესრიგია რა იქაური მე პირადად ვემიჯნები ორივე მხარეს
გაემიჯნო, თუ წესიერი კაცი ხარ, უნდა გაემიჯნო რა. ტელევიზიებმა მაუწყებლობა შეწყვეტეს ეხლა ვერ წერენ არ უყურებ ქართულ ტელევიზიებს. ამდენი ხანის გაჩერებულია, სადაა ქართული ტელევიზია? ეგენი არიან პოლიტიკური ტრიბუნები, ზოგი ნაცების, ზოგი ქოცების, ყველაფერი რო გაჩერდეს იმედის ტელევიზია არ გაჩერდება, იქიდან ჭეშმარიტების პირიდან გადმოდის იქ სიმართლე. დამიჯერეთ, მაგი რო არ იყოს ქვეყანა დაინგრევა რა. სოციალური ქსელებიო გვაქვს თუ გაჩერდებაო ეს ეგრეთ წოდებული ტელევიზიები. კი ბატონო, მე მაგაზე მილაპარაკია ხშირად, რომ დღეს დღევანდელ სიტუაციაში აი არც უნდა უყურო კაცმა ამ ტელევიზიებს. ჯერ ერთი რა ხდება, იმ ტელევიზიებს რო გაუშვებენ, მე ჭრიან ამ ეგრეთ წოდებულ მასალას და ინტერნეტში დებენ რომ ხალხმა უყუროს. თუ ისე არ აყავთ მაყურებელი. ვინ არის, ვისაც შეიძლება ენდოთ პოლიტიკაში. მე ვერავიზე ვერ მოგცემთ რეკომენდაციას, ჩემო კარგებო. ეგენი არიან ბინძური გასული ძალა, შეიძლება 1-2 პარტია არის ისეთი, მაგრამ საღაც თუ ხალხს დარეგისტრირებული რა. ვინც ჩანს, გეტყვით ვინც ჩანს, ვისაც ფული აქვს რა. ქოცები, თავისთავად ნაცები, ეს ხაზარაძელები, მევახშეები, ეს ქოცები და ნაცები კი იცით ვინ არიან რა. გახარიას გამოყოფ, იმიტომ რომ სერიოზული დურის მამა ძაღლია. მილიონები წამოიღო დაქცეული ქვეყნიდან და აგერ საფრანგეთში სასახლე უყიდა მიშვილს და ასწავლის. აი ესეთი სახე კორუმპირებული და ირმაინაშვილი და თარხანა მოურავი თავიღრო ღმერთად გაასაღა ერთმა და მეორემ კიდე კალღმერთად. სათავეში ვიღაცა ხო უნდა იყოს, ბიჭო, ხალხს აწუხებს ეს გეთანხმებით, მე ჩემო კარგო, სათავეში უნდა იყოს ვიღაცა. მურამ შარაძეო ხო სუფთა კაცი იყო, სუფთა რო იყო მიტომ მოკლეს. სუფთა რო არ ყოფილიყო, აბა დღესაც ცოცხალი იქნებოდა ან კოცების, ან ნაცების წევრი. შენ სუფთა კაცი მითხარი ჩემო ძმაო, ცოცხალი თუ არა, გასვლილი და ღორი ყველა თანამდებობაზეა და ყველა კარგადაა რა. ხო, აწუხებს ის დაუბრუნდები იმ საკითხს რა. აწუხებს, იმიტომ რომ ვიღაცამ უნდა მართოს ქვეყანა. უნდა მოხდეს სახალხო მმართველობის ხელში აღება. საფრანგეთში 21 რევოლუცია მოხდა. უნდა დავიდეს ჩვენი შეგნება, არ მოგწონს ხელისუფლება, მოვახდინოთ რევოლუცია. პრობლემა არ არის რა. ამაზე უარესი არ იქნება. არ მოგვეწონება ის, კიდე მოვახდინოთ რევოლუცია. დამიჯერეთ რა. ღვინოს ერთხელ გადაიღებ, მეორედ გადაიღებ, მესამედ გადაიღებ, რაც უფრო გადაიღებ, მით უფრო იწმინდება. ჩვეულებრივი მოვლენა არ უნდა შეგვეშინდეს ჩვენ ცვლილებების. ეგენი გვაშინებენ, რომ შეუცვლელები არ არიან, ღმერთკაცები არიან. ვიღაცა წერს რომ რატო არ ახარო პოლიტიკაში. ღმერთმა დამიფაროს, ძმაო პოლიტიკაში ვიყო. რა მინდა პოლიტიკაში, არ არის იქ ჩემი ადგილი. არ არის მეთქი ჩემი ადგილი. რატო არ არის? სამოქალაქო საზოგადოებაში მინდა ყოფნა რა, ჩემერთან მინდა, ჩემ ხალხთან მინდა ყოფნა. მოიძებნება პატიოსანი ხალხი, ვინ უნდა მართოს ქვეყანაო, ჩვეულებრივმა, რიგითმა ქართველებმა ბიჭო რამდენჯერ მაქვს ნათქვამი, ნუ გგონიათ ეს რაღაცა ქვეყნის მართვა, ის უნდა რა ქვია უნივერსიტეტების დამთავრება რა. არის ჩვენს ქვეყანაში ადამიანები, რომლებსაც აქვს სათანადო გამოცდილება ეკონომიკის მიმართულებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მეცნიერების მიმართულებით. თქვენ მითხარით, ეხლა მე აშენებული რომელი უწყებაა? არავინ, იმიტომ რომ სულ არაკომპეტენტური ტიპები ზიან იგზებით. სწორი მენეჯმენტის პირობებში შეიძლება სახელმწიფოს ამუშავება. განსაზღვრა ეროვნული ინტერესების, ეს უნდა გააკეთოს ხალხმა. თუნდაც აი საფრანგეთი როგორ მოვინდა დღევანდელ წყობამდე, აქ რევოლუციები ხდებოდა, 21 რევოლუცია მოხდა ამ ქვეყანაში. დამიჯერეთ, მე არ არის საქართველოს ის ქვეყანა, რომელიც საფრანგეთზე უკეთესი არის ეკონომიკური, თუნდაც მორალური მდგომარეობით. არ არის მეთქი გეუბნებით. წაქცეული ვართ, ყველა ჩვენ გვივლის თავზე. ავიღოთ ვიღაცისგან მაგალითი რაღაცა გავაკეთოთ, რაღაცა ვქნათ, რაღაცა განვითარდეთ, უდგავართ ერთ ადგილზე. არ გვინდა სულ ამის ძახება მიშა, იქეთ გრიშა, იქეთ ბიძინა. უნდა გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ თვითონ უბრალო ადამიანებმა. ქართველი ხალხი, აი გეტყვით აგერა, 100,000 კაცი რო გამოვიდეს იმ მოედანზე.
რომელიც არც ნაცია და არც ქოცია. მე ხო ვიცი, რომ ქართველი ერის უმრავლესობა არც ნაცია და არც ქოცია. და თუ სადმე დგას, იმიტომ დგას, რომ იძულებულია, რომ იქ იდგეს, ან სიცრუით დგას, ან პროპაგანდით დგას, ან იმით დგას. რომ დაუშვას უფალმა ეს ყველაფერი და 100,000 კაცი მოვიდეს იქ და დაამთავროს ნაცის და ქოცის დამთავრდება ესეთი რაღაცა. რომ დროებითმა მთავრობამ აკრძალოს ნაცების და ქოცების პოლიტიკაში მოსვლა. გააკეთოს დეკლარაცია და მართოს სიტუაცია ეროვნული ინტერესებით, რა. ავიღოთ ნეიტრალიტეტი. არ დამიწყოს ახლა არავინ თამაში ამან ამას გიზამს, იმან იმას გიზამს, ყველასთან ლაპარაკი და ყველასთან დალაგება ჯობია სიტყვით. არა ვარ ჩვენ ის ქვეყანა, ჩვენი ძალით ვინმეს მოვეგიოთ. ჩვენ რეგიონში ვართ ყველაზე სუსტი სახელმწიფო, ყველაზე სუსტი სამხედრო პოტენციალის ქვეყანა. სომხეთი რო სომხეთი არის, რომ მოუნდეს ერთ დღეში მოვაგერ თბილისამდე. არა გვყავს ჩვენ ისეთი შეერაღება, რომლითაც ჩვენ მეზობელი ქვეყნებს გაუწევთ წინააღმდეგობას. მე რუსეთის მიმართულებაზე არ ამაკლებ. აი ეს იცის ყველამ. შეიძლება ჯერ კიდე შეიძლება, სანამ გლობალური პოლიტიკა არ დაიძაბება და მე ვფიქრობ, რომ შემდეგი სამიზნე არის რეგიონში თურქეთი, აუცილებლად იმ მიმართულებით წავა დაპირისპირება და მაშინ თუ აირია მონასტერი მერე ცუდად იქნება საკ. ჩვენ ქვეყანას არავინ არ შეიკითხება ჩვენი ტერიტორია როგორ გამოიყენო. და როდესაც ესეთი ტრაკუნა ბიჭები გიზის რა ხელისუფლებაში, ზარკუები, მარკუები ეგ არის უბედურება, აი ჩავინგრევით საბოლოოდ. იქ თუ ვიღაცა ტიპი არ იქნა ისეთი, რომელიც მომზადებულია სახელმწიფოებრივად და სახელმწიფოს არ ამუშავებს, ძალიან ცუდი რაღაცა დაგვემართება. აი მაგას მომო მე კარგად მეყოლე, კი ბატონო, მე კარგად გვეყოლე. ჩვენ არ უნდა გავხდეთ რაღაცა დიდი ქვეყნების სათამაშო მოედანზე ბურთი, რომელსაც სადაც უნდა იკურთხამენ. ამას ვამბობ მე და რავი ჩვენ სხვა რაღაცით ვართ ამასობაში დაკავებული რა. ჩვენ ვართ ფსევდო კონსერვატორობით დაკავებული. ფსევდო რაღაცა იდეოლოგიებით შეპყრობილი ტიპები, სამშობლოს გულიზა, ამის გულიზა, იმის გულიზა, მე თუ დამასანქცირებენ მე რა. იმაზე მეტი სანქცია რა გინდა შენმა ხალხმა გამოგიტანა კაცო განაჩენია. საფრანგეთმა ახლა მოაწყოს რევოლუცია. საფრანგეთმა იცი რას გეტყვი? პირდაპირ გეტყვი, მოდი საფრანგეთს თავი გაანებე რა. ჩვენ თავს მივხედოთ. 65 მილიონზე მეტი არიან ფრანგიერი და ისე კარგად იციან როგორ იცხოვრონ და რა გააკეთონ რომ მეტი არ შეიძლება. საფრანგეთში გამოწვევა მოსახლეობის დღის წესრიგის არ არის ყოველდღიური ლუკმისთვის ბრძოლა და ქართველი ერისთვის ესეთი გამოწვევა არსებობს. ამათ შეიძლება განსხვავებები გქონდეთ და მოთხოვნები ვთქვათ სამჯერ რატო ვერ მიდიან წელიწადში დასასვენებლად. შენ ქართველი შენ ტერიტორიაზე ზღვაზე ვერ წასულხარ. აბუდაბში კი არა გუშტიბიდან წყალდუბოში ვერ ჩახვალ. პენსიას აძლევენ პენსიონერს 350 ლარს და თვითონ 7885 ლარით იმატებს ის გორილა ხელფას პაპუაშვილი. ამაში სხვაობას ვერ უყურე. ხო შეიძლება იყოს რაღაცა სოციალურად ოდნავ განსხვავებული ფორმა. რამხელა ქვესკნელი არის 3350 კი არა 350 ლარსსა და 7880 თუ 65 ლარს შორის. რამხელა უბსკულია, რამხელა სიღრმეა ეს. აი ესეთი დიფერენცირებულია, ესეთი დაყოფილია, ესეთი დისტანცირებულია ჩვენთან სამართალიც, სოციალური სამართალიც, კულტურაც და საერთოდ საზოგადოებაც ერთმანეთისგან. აბუდაბში წახვალ ყავის დასალევად კი არა და შეიძლება პენსიონერი ბანკნომატამდე ვერ მივიდეს ფულის ასაღებად. არაფერს არ ვამბობ, იქ 1000 სიზღრეები აქვს, ამის ესხი, იმის ესხი, ასე პროდუქტები რაღაც და ასე შემდეგ. არ ფიქრობს ზარკუ არაზე იყიდოს, როგორ იყიდოს, რამდენად იყიდოს. ხვალინდელი დღე რა იქნება? მის მაიკა აწვია მარტო 450 ევრო ღირს. ის მაიკა რაც აწვია. 450
ევროდ რო გადაიყვანო ლარებში ზოგი ქართული ოჯახი წლიდან წლამდე ცხოვრობს ვიზია ამის თქმა მინდა მე რამდენჯერაც გამოჩნდებიან ესენი და დაიწყებენ ესეთ პროჯგამправებლობას იმდენჯერ გამოჩნდები აქედან და იმდენჯერ გიტირებთ დედას და მე ვამბობ მე არ მალავ ამას რა აი ესეთი ყალბი ოცნებით ცხოვრებას რომელსაც და ნარატივით რომელსაც თქვენ აი თავაზობთ ქართულ საზოგადოებას მე მირჩევნია პერსპექტიული თუ უპერსპექტივო იმედით ვიცხოვრო გაიხარეთ აუცილებლად დაუბრუნდები აი ვიღაცა წერს რომელი მთავრობის წევრიცო 3000 ლარზე მეც იღებს ու დახვრიტეთ ვინ უნდა დახვრიტო კარგი რა თუ ძმა ხარ ვინ უნდა დახვრიტო გუშინ მურუსიძე იყო გამოსული გამაზღარი ნაბოძვარი კაცი რომელიც სისტემას ემსახურა სააკაშვილის დროსაც და დღესაც აგერ ბიძინა ივანიშვილის დროსაც კურუმია რა ჩვეულებრივი ფარაონია რა და ამბობს რა გამაზღარი რა სახეზე რო აწერია კაცი რომელიც გავძეხი თქვენ იცით ხო ეს კაცი რომელსაც უყვარდა ლიტერატურა იქ რო არის რა ეს ერთ სიტყვაში რო გამოხატო ეგ ნაძირალა ვინ მე მირჩევნია ერთი ხოხობი ალაზანზე რო შეიფრთხიალებს ნასვამი გრადუსში რო არის ღვინის 12 გრადუსიანი ღვინის ბარხატნი კაიფში რო არის ეს დედა მოთქმული ეს და გაჯვამთ ასეთ თავზე შევა გამოგიტანთ განაჩენს და მე პატრიოტობას შეგედავებათ რა და ამ დროს იქ ბავშვები შიმშილით იხოცებიან რა გვეშველება გამოსავალი მე ვილაპარაკე გამოსავალზე ტოტალური სოციალური რევოლუცია არის საჭირო და აი ამათი გადაყრა აი ამათი ნაცების კოცების გახარიების ანასხლეტების გირჩების და მევახშე ხაზარაძეების ერთად ნახუი მე თუ ვინმეს უნდა მოვიდეს იქ და დაამყაროს პოლიტიკური წესრიგი კაცო ჩვეულებრივი მომენტია ეგ ასე ხდება ყველა წესიერ ქვეყანაში სადაც ხელისუფლებას ხელში იღებს საზოგადოება და ხალხი ნერა ფორმირდება ყველაფერი ჯობს გვიან ვიდრე არასდროს მაშინ გეტყვით ასე აბა რა ვიცი რა ენას გელაპარაკოთ მეტი დევს არ უნდა მის გაგება ეხა დაწყებულია ეს თამაშები მაგრამ პატარა ხანში ეგენი მიჯდებიან ფული აღებულია ბოლომდე ეს ფული აღებული რა ეგრეთ წოდებული პარტიებიდან ბოლომდე აღებულია ქართული ოცნების გადახდილი თანხა ბიჭო თუ შენ ეს ხელისუფლება არ მოგწონს და ბოიკოტში ხარ და არ ცნობ ლეგიტიმური ფულს რატო იღებ პოლის გულისთვის პარტიაში კი არ შევლიან და პარლამენტში კი არ შევლიან და საკუთარ გამძლელს ეხმარენ ეს დედააქტირებულები რა ყველაფერი კარგადაა უბრალოდ ყველაფერი სხვადასხვა რელსებზე გადაჯდება თუ არა ისევე თქვენ იქნებით გაჭირვებული ისევე თქვენ პრობლემებში იქნებით ისევე ახალ სახარებებს წაგიკითხავენ მგლის თავზე ისევე ზარქვა იქნება კონსერვატორი ისევე მეტრაკეები დააქცევენ საქართველოს და ამ დროს თვითონ ეს გამაძღრები და ფუფუნებაში გარყვნილები ჩაიდენენ ყველაზე დიდ ცოდვას სამშობლოსა და პატრიოტიზმის სახელით აი ეს გაგრძელდება მანამდე სანამდე არ მოხდება ქვეყანაში ტოტალური რევოლუცია თუ მე მივესალმები ახლა ვამბობ რა იცი რა სერიოზულად მივესალმები თუ ნაცი და კოცი ერთმანეთს შეჭამს რა ნაცი და კოცი რო ჩხუბობს და ერთმანეთს კლავს მაშინ ზეიმობს უნდა ზეიმობდეს ერი დღესასწაული უნდა გქონდეს მაშინ მე ამას მაგალითად ერთადერთი რაღაცის გულისთვის ვემიჯნები და აი იმ არაბეთში და იმ ევროპაში და თუნდაც იმ რუსეთში ქართველს ხელი არ უნდა დაარტყას და პრინციპში ეგენი არც ერთი არ არიან ქართველები ქართულ სახეს და გვარებს იყენებენ თუ არა ეგენი ბიჭო ეგენი გვარგადაკეთებული ნაბოზრები ეგენი თუ არა აგერ ჩამოვიდნენ საქართველოში და წავიდნენ იმ საჩხერეში იმ ჭორვილაში აგერ გუშტიფში წავიდნენ ერნიხიეს ტყეში წევიდნენ პურკლობიეს ტყეში წევიდნენ და კლან ერთმანეთი უთხრან და ერთმანეთს და ნაკლები კამერა და ნაკლები რადიო და ნაკლები დიფუზია კონდეს ამ ყამას ყველაფერს მე მივცე მაგერა მემკვიდრეობაში მაგ რამოდენიმე ჰექტარი მიწა და გავუშვებ იქ და რაც შეიძლება სიღრმისეულად მოსპონ ერთმანეთი მაგრამ ამათ ეგ არ უნდათ
ამათ რა უნდათ, იცი? ერთ ხელში რომ კამერა ეკავოთ ასე ზევიდან და მეორე ხელით პროვოკაციას აკეთებენ. თან უნდა გაშუქდეს. თუ არა, კამერა თუ არ იქნა, თუ არ იქნა იქ დიფუზიის საშუალებები ეგრეთ წებუდებული ტელევიზია ან იმის განცდა თუ არ იქნა რომ მათი პროვოკაცია ხალხმა ნახოს, ისინი არასოდეს ერთმანეთთან არ იჭუბებინ. არასოდეს ერთმანეთში პრობლემა არ ექნებათ. მაგრამ როგორც კი მიეცემათ იმის საშუალება პატარა კონცერტი დადგან, აი ეს მართლა თოჯინების თეატრის უნიჭო მარიონეტები რა. ვადაგასული მარიონეტები და ამათი უნიჭო მეთოჯინი. იკადრებს ყველაფერს. всё. გმადლობთ ყურადღებისთვის. ჩემი თხოვნა იქნება კიდევ ვინც უყურებს ამ ვიდეო ბლოგს, აუცილებლად მოიწონოს და გააზიაროს, იმიტომ რომ ეგენი ბლოკავენ. ამათ არ უნდათ რომ ამას ვლაპარაკობ. გულზე ხვდებათ ნამეტანი. მაგრამ ახლა მაგათ გულისთვის ბოდიში, მაგრამ სიმართლის ლაპარაკს ვერ დავანებებ თავს. როგორც მაგენი მეტრაკეობას, ქვეყნის ღალას და მამაძაღლობას ვერ დაანებებენ თავს, ისე მე სიმართლის ლაპარაკს ვერ დავანებებ თავს რა.